ყულიშკაში გარდაცვლილი დების ცხედრები იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ექსპერტიზის შემდეგ პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს და დაკრძალეს. ნაირა დალი და ლორიტა როგავები საკუთარ სახლში გარდაცვლილები მეზობლებმა იპოვეს. ერთ-ერთ ვერსიად საკვებით ინტოქსიკაცია სახელდება. პენსიონერი დები მეზობლებმა მას შემდეგ მოიგითხეს, რაც ისინი რამდენიმე დღე არ გამოჩნდნენ. სოფელში კი უსიამოვნო სუნი იგრძნეს. ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით მისი ცხედარი წუხელს ზღვამ გამორიყა. ფირცხალაიშვილის ოჯახი რამდენიმე დღე ეძებდა. ცესკოს თავმჯდომარე კალანდარიშვილი ყაზახეთში არჩევნებს აკვირდება და პოზიტიურად აფასებს. პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხითა და ამორჩეველთა ინფორმირებულობით, ამბობს კალანდარიშვილი. ყაზახეთში დღეს საპარლამენტო არჩევნებია. დონბასის დათმობის გარეშე რუსეთი არ არის მზად ომი დაასრულოს, აცხადებს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინი თავდასხმის მასშტაბებს ზრდის და ზამთარს ელოდება. რაც შეეხება კიევის პასუხს, ზელენსკის მაგალითად მოყავს ვაილდბერიზე დარტყმები და აღნიშნავს, რომ ეს უკრაინის ძალიან კარგად გათვლილი ოპერაციაა, რადგან რუსეთს ტრილიონობით რუბლის ზარალს აყენებს.